ნება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო რაშობი ზვია? რავი, მუშაობ, რას უნდა ვშებოდე? ჯიგარ. ამას ხომ ავთავრებ დღეს? ეღადავები? რანაირად უნდა დავამთავრო, მარტო ვარ და. ბიჭო, ის სად არის, კომ? არ ვიცი, დარეკა და დამაგვიანდება. ამათ რა უთხრა ეხა? დღეს უნდათ ეს შეკვეთა. არ ვიცი, უთხარი თუ გინდათ ხარისხიანი ავეჯი, ცოტა ხანიც დაგველოდეთ ხო? აი ზვიად არ არის ეგრე ძმაო რა. დავკარგავ ძმაო ესე კლიენტებს. და მე ვაკეთოთ ხარისხიანი ავეჯი ჩვენთვის. აბა უხარისხოს თუ გავაკეთებთ, ისედაც დავკარგავთ და. უნდა მეპოვა რა ვინმე რა. ხო, უნდა გეპოვნა. აი ეგ შენი საქმე არის. ჩემი საქმე რაც იყო, ყველაფერი გავაკეთე. ეხლა უბრალოდ აწყობა არის საჭირო. ვინმეს თუ მოიყვა, უცბად ვიზავ და ეგ არის რა. ეს დღეები ვერც მე ვერ მოგაქციეთ ყურადღება რა. ხო, დაგვაკლდა შენი მზრუნველი ხელი. ბიჭო, ზვიად. ვინმე ხო არ გეგულება რომ იმუშაოს ჩვენთან? მე კი მეგულება, მაგრამ უბედურება ის არის, რომ შენც იცი. არა, ზვიად. არსენა არ გამაგო. კარგი რა, ვიცი რომ ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება, მაგრამ უნდოდა, ხო? არც უნდოდა, მაგრამ საქმეში ხო არ გინახავს. იცი რა მშრომელი ბიჭია? ზვიად, უმუშავია სადმე საერთოდ ესეთ საქმეზე? კი, როგორ არა. მთელი ჩვენი სოფლის სასიმინდეები სუმაგის გაკეთებულია. ნუ მაშინ საჩვენო ყოფილა რა ეხა. სასიმინდეები თუ აუშენებია, მაშინ ჩვენ ხო ძირითადად ბოსელის შეკვეთა გვაქვს და იმუშავებს რა. აი იცინე შენ და ვერცეთ შეკვეთას რო ვეღარ ვაბარებთ თავის დროზე. ბოლოს ვინ გაიცინებს მაგასაც ვნახავთ. აი ზვიად ეხა არსენაზე შენ სერიოზულად მეუბნები? რავი, ვიფიქრე და საქმეს წინ თუ ვერ წაწევს, არც გააფუჭებს რა. ცადოთ. აი შენი ხათრით მოვიყვანოთ. ჩემი ხათრით არა, საქმის ხათრით. მე რა შუაში ვარ. აი მიხედე შენ ამას. ეხა კობა რომ მოვა გამოუშვებ და მოგეხმარება რა. მე ავალ ოფისში, რამეს მოვიფიქრებ რა. კი ბატონო. ნუ ვარქშია? ხურავი არ ვარ ხასიათზე. ნუ და მოხდა რამე? რავი, ხო იცი რომ ჩემთან ვიჩხუბენ. სახლიდან აღარ მიშვენდნენ უკვე ბოლოს. მე რო არ ვნახო იმიტომ? ხო. და მაგიტომ წამოვედი სახლიდან. რას ნიშნავს სახლიდან წამოხვედი? რავი, აღარ შემეძლო რა უკვე ეგრე. და სად რჩები ახლა? ეს დღეები ლიზისთან ვრჩები. ლიზის გავაფრთხილე რომ არაფერი არ ეთქვა, თორე უეჭველი მოვიდოდნენ. არ არის პრობლემა ლიზისთან ამდენი დღით დარჩენა. ან როდემდე უნდა იყო ეგრე? რავი, მეგობარი და წესით არ უნდა იყოს პრობლემა. აი მომისმინე, მე რომ დაველაპარაკო მამაშენს და გავარკვიოთ არა, იქნებ გაიგოს რომ არ ვარ ცუდით იქ. ნუ იცახი ეგეთ რაღაცებს. როგორ რაღაცებს?
აი ეგეთ რაღაცეებს რო მამაშენს დაველაპარაკებ და რაღაცეები. მამა ჩემია და ყველაზე კარგად ჩემი უნდა ესმოდეს. არა, მესმის რომ შენი ესმის ყველაზე კარგად, მაგრამ ხო შეიძლება რომ გავიგე. მაგრამ ვიცნობ მამა ჩემს და ეხლა რო დაელაპარაკო უფრო გაბრაზდება. ო, მაგრამ არანაირი მაგრამ. ნუღან განვიხილავთ ხა მამა ჩემთან ლაპარაკს გთხოვ. და შელოდენდა უნდა იყო ეგრე აბა. ავიცი ეს დასრული ადამიანი ვარ და მოვიფიქრებ რამეს. აი, ვიცი რომ შენ გვერდით ვარ არა ყველაფერში. ვიცი. და მადლობა. ეგ უგემურია თუ მართლა არხში. მართლა ამში. ნუ გინდა შენ? არა, ისე კიდე. ანუ გინდა. გავსინჯა. მე შემა მოჭყურებას აუ არა, ისე მომეწონა რომ მეორე სერიაც ჩორტე. მამიკო, ეგეთ კარგ რაღაცას უყურებ და უჩემოთ უყურე? აი მართლა ვერ მოვითმინე თორე. კი გავიფიქრე დაველოდებით თქო. კაი, არა, შასმა. მე დაგეწევი და ერთად უყუროთ. ხო? შენ არ მიდიხარ სამსახურში? კი, მამიკო. ნუ ვალს რაღაცა მინდა და შენთან ველაპარაკა და მე წავალ. გელოდებოდი რა. ბებოც მომდება? არა, მამ ბებო მაღაზიაში და მაშინ გისმენ. მამიკო, შენ ხო იცი რომ მე და ბებოს რო ძალიან გვიყვარხარ, ხო იცი? კი, და მე ძალიან მეყვარხარ. და შენზე ძალიან რომ არავინ და არაფერი გვიყვარს, ეგეც ხო იცი? კი. ეგეც იცი. ყველაზე საუკეთესო რო გვინდა შენთვის, ეგეც ხო იცი? კი, მამა, რა ხდება? რა ხდება, მამიკო და ეხლა შენ კი ხარ დიდი გოგო, მაგრამ მამამთან პატარა გოგოც ხარ, მაგრამ იმისთვის რომ რაღაცეები შენთან გადავახო ცხოვრებაში. სულ ცოტა შეიძლება. სულ ცოტა. რა ხდება, მამიკო და ყველაფერი ყველა ძალიან გაგვიჭირდა დიდიკოს გარეშე ყოფნა რა. ყველა ძალიან გვენატრება. ამიტომ ადამიანებს ზოგჯერ სხვა ადამიანების დახმარება სჭირდებათ. ვიცი, და მაგიტომ ხართ ხოლმე შენ და ბებო სულ ჩემთან ერთად. ხო, ჩემო სიყვარულო. ხო და მე და ბებო გადავწყვიტეთ დრო გკითხოთ ოღონდ შენ. გვინდა რომ თერაპიაზე დაიწყო სიარული. თერაპია კაია? ძალიან შენ ერთძლიერ გოგოს უფრო ძლიერს გახდის. აი შენ და ბებო, თუ ჩემზე აღარ ინერვიულებთ ხოლმე, მაშინ კაი. ვაიმე, ჩემო სიყვარულო, საერთოდ აღარ ვინერვიულებ შენზე, საერთოდ. მაშინ კაი. ძალიან მიყვარხარ, მამიკო. ამ სერიასაც უყურებ და დამელოდები მერე. შემდეგს ვუყურებ და დაგელოდები. მამიკო! ბოლოს ხომ მაინც დამეწევი. კარგი. გამარჯობა, ძალიან დაგვიგვიანა. არა, ჩვენც ახლა მოვედი. გამარჯობა, ანა. საბედნიერო თუ სამწუხაროდ ალბათ ჩემს შესახებ უკვე იცი. გამარჯობა, ანა, მე თამარი ვარ და იმედია შევძლებ თქვენს დახმარებას. გაიცანით უკვე ჩემს საქმეს? კი, მე მეკ ყველაფერს საფესკუში. არ ვიცი როგორ დავიწყო რა, მე ახალი არის თუ სამწუხაროდ ჯერჯერობით წინ ვერ მივდივართ, თუმცა ის რომ კონსტანტინე აქამდეც ყოფილა შემჩნეული მსგავს საქმეებში, ეს რაღაც დადებითი განწყობის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს. მაგრამ თუ არანაირი მტკიცებულება არ გვექნება, მე პირადად ნამდვილად არ მაძლევს არანაირ დადებით განწყობას. მესმის თქვენი ანა. მაგრამ თუ სხვა ქალებთანაც გავალთ კონტაქტზე, მაშინ
ძირფესვიანად ჩვენსკენ შემოტრიალდება ეს საქმე და მე მგონი ჩვენი გეგმაც ეს არის, ხო? და თუ ვერ გავალთ? მაშინ კონსტანტინე მორალური ზიანის მიყენებისათვის ანაზღაურებას ითხოვს. მაგრამ მოდი ბოლომდე მივყვეთ ჩვენს გეგმას. კარგით? ავადმყოფია ეგ კაცი? რეპუტაციას ხომ იფუჭებს? სამსახურს მაკარგვინებს და ყველაფერთან ერთად ეხლა კიდევ ფულს მოითხოვს? ანა მესმის თქვენი ეს ყველაფერი საშინლა ჭერს. ანა ის კაცი ვერაფერს ვერ ისამს და როცა დავამტკიცებთ საკადრის პასუხსაც მიიღებს. არა, დაუჯერებელია უბრალოდ რა. მე შეხვედრაზე მაგვიანდება და როგორც კი რამეს გავიგებ, აუცილებლად გაგაგებინებთ, კარგით? დროებით. ანა, თუ რამეს თქვა გინდა, ესე ყოფნას მირჩენია, რომ მითხრა. კეთილ დიდი მადლობა. ყველაფრისთვის ახლა რასაც აკეთებ, უბრალოდ ვერ გამოვხატავ ამ მადლიერებას, ალბათ ისე როგორც საჭიროა. არა, მე მადლობა არ ვცდომები, უბრალოდ მინდა რომ ჩემთან გულწრფელი იყო. გასაგებია რა ჩვენ და კოპეს შორის ხდება. გავიგე. უბრალოდ მარიამი ჩემთვის იყო ყველაზე ახლო ადამიანი და ყველაზე ძვირფასი და ესე ერთ დღეში ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ მივიღებ და ვერ გავიაზრებ რა რომ ჭირდება ალბათ. ესმის. დოქტორს კობა აქ ხარ? ქვევი გეძებთ ისე ხარ. ხო, დილიდან რაღაც ფოტოები გადმოვაგზავნეს მასალის და უნდა ვნახო, რომ ისინი რაც ჩვენ გვჭირდება და დაუდასტურო რა. მე დრო რო არ დავკარგოთ შეცვლაში, ხო? ხო რა, დავადასტურებ და ეხლა ეგ არის რა. ეგ არა ჩვენ გვინდა? კი ბატონო, რა შვები? გინდოდა რამე? ბიჭო, ზვიად ამ შეკვეთას მე მგონი ვერ გაკაჩავს მარტო. და ამას მომორჩებ მიეხმარე დაწყვეტ. ჩავალ ერთ 5 წუთში რა და გავაკეთებ. მოვიდოდ დილიდან, მაგრამ რაღაც საქმე მქონდა რა. რა ხომ მშვიდობა გააქვს? არაფერი რაღაცა სალაპარაკო მქონდა თერაპიაზე ელენესთან. თერაპია კაია რა, მთავარია დაიწყოთ რა. შენ მომის რამე თუ დაგჭირდეს, მომას გაფიცებ რა. არ მოგერიდოს, თო უეჭველი მითხარ. აი, გინდა თერაპია იყოს, გინდა რას. უი. ბიჭები მაგაია. სასწრაფო საქმე მქონდა. გამარჯობა. გინდოდა რამე? ხო, მოგლეთ სასტუმროდან დამირეკეს დამკვიდრა. რაღაც სასწრაფო საქმე მქონდათ, შესაძლოა აქვს რაღაც პროექტში. ხო, მაგას ეხლა პარალელურად ამასთან ერთად მაგასაც ვაკეთებთ რა. ერთ-ერთ სივრცეში. ხო. დიდი ტელევიზორის შეშენება უნდათ. მე ეგ რა პრობლემაა. არა? არანაირი. ძალიან კაი. ხო, ოღონდ ერთი ის არის, რომ კიდე ტელევიზორის ყიდვას ჩვენი ამბავი იქნება. კი ბატონო, მე და კობა მივხედავთ რა. ზომებზე დამირეკავენ და ეგრევე გავიგებინებთ ყველაფერს. კი ბატონო.